ქალბატონო მაკა, რაც თავი მახსოვს გრენლანდია დანიას ეკუთვნის. მართალი ბრძანდებით, მაგრამ ახლა ამერიკას უნდა ყიდვა. კი, მაგრამ ქალბატონო მაკა, რას ნიშნავს მაინც ეს ამერიკას უნდა? არ ვიცი, ერთი თვის წინ რაღაცა მოყანყალდა და ლოდივით მაწევს ეს ამბავი. იცით რა ქალბატონო მაკა, თუ რამე იცით გითხარით. სად არის ჩემი ტექსტი? სად არის ჩემი ტექსტი? სად ბექა მომეცი ჩემი ტექსტი? რა წესია სხვისი ტექსტების კითხვა? მოხსენით ეს გრენლანდია და გაიტანეთ დღის წესრიგიდან. პრემიები იქნება? პრემიები კი არა, ხელფასები ძლივს დაგვირიგებია. სად არის გოგო ამდენ ხანს? მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში ნორვეგიაში ცხოვრობდა ტორვალდ ოსვალდსონი ოჯახთან ერთად. 980 წელს ოსვალდსონმა მოკლა თავისი მეზობელი. რაღაცნაირი ესეთი ხასიათი ჰქონდა. და ვიკინგური კანონების მიხედვით ოსვალდსონი გააგდეს ნორვეგიიდან. სად გააგდეს? ისლანდიაში. ოჯახთან და ტრელებთან ერთად გაემგზავრა ისლანდიაში. ტრელები ვინ არიან? ისინი, ვინც დღეს ტროლები გახდნენ. მონები. უბრალოდ ისინი ნებაყოფლობითაც არ იყვნენ მონები და ესენი სიამოვნებასაც კი იღებენ იმისგან, რომ მონები არიან. მოკლედ, ოსვალდსონი გაემგზავრა ისლანდიაში, ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად და ერთ-ერთი მისი შვილი, ერიკ წითურს ეძახდნენ, იმიტომ რომ ესეთი ჟღალი თმა ჰქონდა. აი ამ ერიკმა ეტყობა გააგრძელა ოჯახური ტრადიცია და ორი თავისი მეზობელი მოკლა. ერთი იმის გამო, რომ ტრელები მოუკლა და მეორე იმიტომ რომ თეთრი დათვი წაართვა და მოკლა. მოკლედ კიდევ ერთი სასამართლო გაიმართა და ერიკ წითური გააგდეს ისლანდიიდან, მაგრამ სად უნდა გაეგდოთ? ახლა სადღა უნდა წასულიყო და თავის ოჯახთან ერთად გემებით გაემგზავრა ახალი მიწის, ახალი სოფლის საძიებლად. იარა ბევრი თუ ცოტა და აღმოაჩინა ახალი კუნძული. ეს კუნძული ძირითადად კი იყო დაფარული ყინულით, მაგრამ რაღაცა საცხოვრებელი ადგილებიც იყო. იქ დაცხოვრდა ტრელებთან, ოჯახთან, ძულთან, ბავშვებთან ერთად და იქ ცხოვრობდა. 4 წელიწადში ერიკ წითური დაბრუნდა ისლანდიაში და თავის ძველ მეზობლებს, მეგობრებს უყვებოდა, რომ არაჩვეულებრივი ქვეყანა აღმოაჩინა, რომელსაც გრენლანდი დაარქვა. ანუ გრინლანდი. მწვანე მიწა. მართალია მიწა არ იყო მწვანე, იმიტომ რომ ძირითადად თეთრი იყო, იქ ძირითადად დათვები, ზელაპები, ზღვის ლომები ცხოვრობდნენ. კუნძული იყო აბსოლუტურად უკაცრიელი, მაგრამ ერიკმა ესე გაყიდა ეს ისტორია და ეუბნებოდა, რომ არაჩვეულებრივი ადგილია და მოუწოდებდა, რომ მასთან ერთად დაბრუნებულიყვნენ გრენლანდში. ვიღაცებმა დაიჯერეს ეს ამბავი და გაყვნენ ერიკ წითურს. ესე დაიწყო გრენლანდის ევროპული ისტორია. დღეს მაშასე, დღეს მოგიყვებით გრინლანდზე, გრენლანდიაზე და იმაზე თუ რატო უნდა ტრამპს მისი ყიდვა. მოდით დავიწყოთ საუბარი გრენლანდიაზე და როგორც გითხარით, მთავარი ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს გრენლანდიის ყიდვა. ამიტომ მოგიყვებით ჯერ გრენლანდიაზე, მის ისტორიაზე, საინტერესო ისტორია აქვს ამ კუნძულს და შემდეგ იმაზე, თუ რატომ გადაწყვეტა ტრამპმა ამ კუნძულის ყიდვა. გრენლანდია არის ყველაზე დიდი კუნძული დედამიწაზე. მისი ტერიტორია არის როგორც რო წარმოიდგინოთ 4 საფრანგეთი, ან 6 გერმანია, ან ირანი და ერაყი ერთად აღებული. გეოგრაფიულად გრენლანდია მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, ნამდვილად, მაგრამ პოლიტიკურად ის არის დანიის სამეფოს ნაწილი. 84% ამ კუნძულის არის დაფარული ყინულით, მაგრამ არის ტერიტორია, სადაც დღემდე ცხოვრობენ ადამიანები. სულ რაღაცა 56,000 ადამიანი ცხოვრობს გრენლანდიაში.
მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ ერიკ წითურს, მის ისტორიას, ესეც საინტერესო ადამიანი იყო თვითონაც და მთელი მისი ოჯახი და აღმოვაჩენთ, რომ მე-11 უკვე საუკუნის დასაწყისში ერიკის შვილმა, რომელსაც ერქვა ლეიფ ერიქსონი, არ ვიცი რატო ქონდა სხვადასხვა გვარები, ლეიფ eriksoni ბედნიერს ეძახდნენ, ეს ბედნიერი კაცი იყო. მან გადაწყვიტა აი ეს ოჯახური ტრადიცია გააგრძელოს, მაგრამ არა მეზობლების მკვლელობის, არამედ ექსპედიციების და ახალი ტერიტორიების აღმოჩენის. თავის ვიღაცა მეგობრებთან ერთად გაემგზავრა დიდ მოგზაურობაში და სადღაც მე-11 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა ჩრდილოეთ ამერიკა. კერძოდ კანადა, რომელსაც მაშინ დაარქვა ვინლენდი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოეთ ამერიკა ლეიფ ერიქსონმა აღმოაჩინა კოლუმბამდე დიდი ხნით ადრე, 500 წლით ადრე. შემდეგ იგი დაბრუნდა გრენლანდიაში და ლეიფი არის ცნობილი იმით, რომ მან შემოიტანა ქრისტიანობა გრენლანდიაში. აკურთხა გრენლანდიელები, ესე იგი, ქრისტიანებად. ისიც უნდა ითქვას, რომ გრენლანდიაში გარდა ამ ვიკინგებისა, ერიკ წითურის ოჯახის გარდა და მისი მეზობლები, მეგობრები და ყველა ის, ვინც ისლანდიიდან გადმოსახლდა გრენლანდიაში, იქ ცხოვრობდნენ, შემდეგ გადმოვიდნენ და ცხოვრობდნენ ადგილობრივი აბორიგენები, ესენი არიან ესკიმოსები, რომლებსაც ეძახიან ინუიტებს. დღემდე ძირითადი მოსახლეობა გრენლანდიის არიან ინუიტები, ანუ ტულეს კულტურის მატარებლები, ინუიტები. იმ დროს გრენლანდია შედიოდა ნორვეგიაში, ნორვეგიის ნაწილი იყო და უკვე მე-16 საუკუნეში ნორვეგიამ შექმნა კავშირი დანიასთან, კიდევ ერთ სკანდინავურ ქვეყანასთან. და ეს კავშირი დაიშალა ამ ორ ქვეყანას შორის სადღაც მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1814 წელს და ნორვეგია გამოვიდა დანიის შემადგენლობიდან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დანია უფრო ძლიერი სახელმწიფო იყო მაშინ, დანიამ დაიტოვა გრენლანდია როგორც საკუთარი ტერიტორია. მე-19 საუკუნის დასაწყისში ეს ტერიტორია, ეს კუნძული ისეთი უკაცრიელი იყო, იმიტომ რომ ძალიან ციო და ძალიან რთული საცხოვრებელი პირობები იყო, ინუიტებიც კი წავიდნენ იქედან და იმ ვიკინგების შთამომავლებიც უკვე აღარ ცხოვრობდნენ ამ კუნძულზე. დარჩნენ ესე იგი ადგილობრივი თეთრი დათვები და სელაპები. ისინი კარგად იყვნენ მაშინაც. იმის მერე, რაც ნორვეგიამ მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, 1905 წელს, მან განაცხადა, რომ გრენლანდია უნდა დაუბრუნდეს მას, რადგან თავიდან შედიოდა ნორვეგიის შემადგენლობაში. ისეთი დაძაბული ეპიზოდი იყო დანიასა და ნორვეგიას შორის, აი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში და მაშინ ცხოვრობდა ესეთ ნორვეგიაში ესეთი ნორვეგიელი მეტეოროლოგი, რომელსაც ერქვა ჰალვარდ დევოლდი, რთული სახელები აქვს, ხანდახან ჩავიხედავ, ესე იგი, ჰალვარდ დევოლდი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გაემგზავროს გრენლანდიაში, იქ წავიდა და პატარა ესეთი დასახლება შექმნა გრენლანდიაში. ნუ ბუნებრივია, უფრო მეტიც მან თქვა, რომ ეს არის ერიკ წითურის მიწა, ერიკ წითურმა აღმოაჩინა ეს მიწა და რასაკვირველია, უნდა ეკუთვნოდეს ნორვეგიას. დანიას ბუნებრივია ეს არ მოეწონა, ესე იგი განაცხადეს, უჩივლეს ნორვეგიას საერთაშორისო სასამართლოში და უნდა ითქვას, რომ ეს სასამართლო პროცესი მოიგეს. მოკლედ, გრენლანდია დარჩა დანიის სამეფოს შემადგენლობაში. პირველი მსოფლიო ომის დროს გრენლანდიას ჰქონდა ესეთი ნეიტრალიტეტი, ესეთი სტატუსი ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ძალიან საინტერესო მოვლენები განვითარდა გრენლანდიის ირგვლივ. საქმე ის არის, რომ გრენლანდიას აქვს ძალიან
მნიშვნელოვანი ვიტყოდი სტრატეგიული ადგილმდებარეობა. გეოგრაფიულად აი რუკაც რო შევხედოთ, იგი მდებარეობს ზუსტად ვაშინგტონსა და კოპენჰაგენს, დანიის დედაქალაქს შორის, ზუსტად შუაში, აი ერთი და იგივე მანძილია აი ამ ორ დედაქალაქს შორის და გრენლანდიას შორის. კიდევ ერთი ანუ თავარი მიზეზი, რატომაც ამერიკამ აი პირველად მოინდომა შესვლა გრენლანდიაში, იყო ის, რომ დანია დაიპყრო, ოკუპაცია მოხდა დანიის მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ და ამერიკელი სამხედროები შევიდნენ გრენლანდიაში და იქ შექმნეს სამხედრო ბაზა, რომელიც სხვათა შორის დღემდე არსებობს. დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, დანია განთავისუფლდა და ამერიკამ განაცხადა, რომ იცი რა, ჩვენო პრინციპში გვინდაო, რომ აქ დავრჩეთო და ამერიკას მიუერთოთო ეს კუნძულიო, მაგრამ დანიამ კაცრი უარი განაცხადა ამაზე და გრენლანდია ისევ დაუბრუნდა დანიას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1946 წელს ეს მართალია იმ პერიოდში არავინ არ იცოდა, საიდუმლო მოლაპარაკება გაიმართა, მხოლოდ 90-იან წლებში გაირკვა ეს ამბები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 1946 წელს ამერიკამ შესთავაზა დანიას $100 მილიონი, უბრალოდ ოქროთი $100 მილიონი, რათა ეყიდა ეს კუნძული. დანიამ ამაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ არა, ჩვენ გვინდა, რომ გრენლანდია დარჩეს დანიის სამეფოში. მაგრამ ის ბაზა, სამხედრო ბაზა, რომელიც არსებობდა გრენლანდიის ტერიტორიაზე, ამერიკული ბაზა, ისევ კუნძულზე დარჩა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც სურდა ამერიკას ამ კუნძულის ყიდვა, იყო ის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ცოტა ხანი გრძელდებოდა ესეთი ჰანიმუნი ამერიკასა და საბჭოთა კავშირის შორის, მაგრამ შემდეგ, როგორც ვიცით, დაიწყო ცივი ომი. როგორც გითხარით, გრენლანდიას უკვე არქტიკაში ჰქონდა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ადგილმდებარეობა. ამიტომ ამერიკას სურდა, რომ იქ გამაგრებულიყო და იქ ყოფილიყო. იმიტომაც მოხდა ესე, რომ ეს ბაზა, ამერიკული ბაზა დარჩა გრენლანდიაში. 1953 წელს გრენლანდიას მოეხსნა, ესე ვთქვათ, კოლონიის სტატუსი. ანუ აქამდე მაინც დანიის კოლონიად ითვლებოდა, ის ბევრ ქვეყანას ჰქონდა ეს სტატუსი და აი 50-იან წლებში, 60-იანი წლების დასაწყისში აი ეს კოლონიალური რაღაცა გადანაწილებები მიმდინარეობდა და 53 წელს გრენლანდიას უკვე მოეხსნა კოლონიის სტატუსი. 79 წელს კი, ანუ სადღაც 25 წელიწადში ამ კუნძულმა მიიღო ავტონომიის სტატუსი დანიის სამეფოში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჯერ კიდევ რომელი საუკუნიდან იქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ინუიტები, ანუ აი ესკიმოსების ბიძაშვილები. თავიდან ესე იგი ესკიმოსები იყვნენ ინუიტები. ვიკინგების შთამომავლები იქ პრაქტიკულად აღარ დარჩენილან, ერიკის მთელი შთამომავლები უკვე აღარ იყვნენ. და ისე როგორც ახლა გრენლანდიის პარლამენტიც არსებობს, პრემიერ-მინისტრი ყავს, არიან ინუიტების წარმომადგენლები. და 79 წელს იქ გაიმართა რეფერენდუმი და რეფერენდუმის შედეგად გრენლანდიამ მიიღო ავტონომიის სტატუსი. ეს იმას ნიშნავდა, რომ გრენლანდიაში რაღაცა იქნებოდა თვითმმართველობა. მართალია თავიდან საუბარი იყო მხოლოდ შიდა საკითხებზე. იქ არ იყო საუბარი არც თავდაცვაზე, არც საზღვრების დაცვაზე, ეს სერიოზულ სტრატეგიულ საკითხებზე, ეს სერიოზული სტრატეგიული საკითხები დარჩა დანიას. დანია მართავდა ამას, მაგრამ რაღაცა შიდა საკითხებზე მიიღეს ეს ავტონომია. კიდევ ერთი რეფერენდუმი ამ კუნძულზე ჩატარდა 1985 წელს, თქვენ წარმოიდგინეთ და აი ამ ავტონომიის სტატუსი ძალიან გაფართოვდა და გრენლანდიამ უკვე მიიღო ბევრად უფრო მეტი ავტონომიური უფლებები
დანიის სამეფოში. აქვე ვიტყვი, რომ დღემდე გრენლანდიაში არსებობს სერიოზული მოძრაობა დამოუკიდებლობისთვის, ანუ ინუიტები ცდილობენ, რომ მოიპოვონ დამოუკიდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ კუნძული აბსოლუტურად ეკონომიკურად არის დამოკიდებული დანიაზე. ცნობისთვის ვიტყვი, რომ ყოველწლიურად დანია საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფს $600 მილიონ გრენლანდიისთვის. ეს არის გრენლანდიის ბიუჯეტის დაახლოებით 60%-ზე მეტია. ეხლა გრენლანდიიდან მთავარი ექსპორტი არის დათვის ქონი და თევზი. ესე არ ვიცი, სელაპებსაც ყიდიან მე მგონი. ხო. მოკლედ ეკონომიკურად ეს კუნძული არის აბსოლუტურად დამოკიდებული დანიაზე. მაგრამ დანიას დარჩა გარკვეული უფლებები, რადგან ეს გაფართოებული ავტონომიის პირობებში და კუნძულის სავალუტო პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკას დღემდე მართავს დანიის სამეფო. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკას მართავს დანია, მიუხედავად ამისა, იმასაც ვიტყვი, რომ მაგალითად 73 წელს 1 იანვარს გრენლანდია გახდა დანიასთან ერთად გახდა ევროკავშირის წევრი. მაგრამ 85 წელს, როდესაც ქვეყანაში ეს რეფერენდუმი ჩატარდა, გრენლანდიამ გადაწყვიტა, რომ გამოვიდეს ევროკავშირიდან, არ დაიწყოთ ეხლა, აი, გრენლანდიას არ უნდა, ჩვენ რატო უნდა გვინდოდეს. მოკლედ გამოვიდა და ასოცირებული წევრის სტატუსი დარჩა გრენლანდიას. 2009 წელს გრენლანდიის პარლამენტმა მიიღო კანონი თვითგამორკვევის შესახებ, რომელმაც გზა გაუხსნა გრენლანდიელებს დამოუკიდებლობისთვის. როგორც გითხარით, ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს ეს იდეა, რომ გახდნენ დამოუკიდებლები, ყველაზე დიდი კუნძული ვართ, ჩვენ თვითონ გვინდა რომ მართოთ ეს ჩვენი არა კუნძული და არა ტერიტორია და არა ავტონომია, არამედ ჩვენი ქვეყანა. მოკლედ ესეთი ამბავი მოხდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს დამოუკიდებლობის საკითხი არსებობს დღის წესრიგში, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი სხვა ნაბიჯი 2009 წლიდან არ გადადგმულა იმისთვის, რომ გრენლანდია გახდეს სრულად დამოუკიდებელი. რაც შეეხება გრენლანდიის და დანიის ურთიერთობას, არ იყო და არ არის მარტივი ურთიერთობა აი ამ ორ სუბიექტს შორის, სამეფოსა და ავტონომიას შორის. და აქ მოვყვები ერთ ისტორიას, ტრაგიკულ ისტორიას, ეს არის ისტორია, რომელიც გრენლანდიელებს სულ მოყავთ, მაგალითად, რატომ შეიძლება მათ არ უნდოდეთ დანიის სამეფოს წევრობა და ავტონომიური სტატუსი. საქმე ის არის, რომ 60-იანი წლების ბოლოს, უფრო სწორედ 1966 წლიდან 1970 წლამდე დანიამ ჩაატარა კუნძულზე შობადობის კონტროლის პროგრამა. ზოგი ამას ეძახის ადგილობრივი ქალების სტერილიზაციას, მაგრამ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მე ამას დავარქმევდი შობადობის კონტროლს. რა ხდებოდა? გრენლანდიაში ჩავიდნენ ექიმები დანიიდან და დაახლოებით 4500 ინუიტ ქალს და სულ ახალგაზრდა გოგონასაც, ზოგი 12 წლის იყო, აი ამ შობადობის კონტროლის პროგრამის ფარგლებში, ისე რომ მათ არაფერს არ ეუბნებოდნენ ამის შესახებ, ჩაუდგეს სპირალები, საშვილოსნო სპირალები, რაც აფერხებდა დაფერმძიმებას და შობადობას აი ამ ტერიტორიაზე. ეს ამბავი ძალიან 10 წლეულების განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული, ქალებმა არ იცოდნენ, უბრალოდ ეგონათ რომ არ უჩნდებოდა შვილები და 90-იან წლებში, როდესაც ეს ამბავი გაირკვა, იყო აბსოლუტურად შოკის მომხრელი და ესეთი ძალიან ესეთი სერიოზული ლაქა დანიისა და გრენლანდიის ურთიერთობაში. ბევრი ქალი, რომელიც აი ამ პროგრამაში, არ ვიცი,
როგორ დავარქვა ამას, მოყვა მაშინ იმ წლებში 60-იანი წლების ბოლოს. დღესაც არის ცოცხალი, სამწუხაროდ მათ შვილები არ გაუჩნდათ და ათეულმა ინუიტმა ქალმა უჩივლა დანიას საერთაშორისო სასამართლოში. ეს სასამართლო პროცესი დღემდე მიმდინარეობს. ხო, ნამდვილად ევროპაშიც ხდებოდა ისტორიაში ესეთი ეპიზოდებიც ნამდვილად ყოფილა. ალბათ დედამიწაზე არ მოიპოვება არც ერთი ქვეყანა, რომელსაც აი აბსოლუტურად სუფთა ისტორია აქვს. ყველა ცოდავდა და ცოდავს დღემდე და აშავებს. მოკლედ ესეთი ძალიან მძიმე ისტორია აკავშირებდა დანიას და გრენლანდიას. სხვათა შორის გრენლანდიის დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა მუტეეგედმა ამ პროგრამას, აი ამ პროცესებს გრენლანდიელი ქალების, ინუიტების გენოციდი დაარქვა. არა ნაკლებ საინტერესო ისტორია აკავშირებს გრენლანდიას და ამერიკის შეერთებულ შტატებს. როგორც გითხარით, 1946 წელს ესეთი იდეა გაუჩნდა ამერიკის ხელმძღვანელობას, რომ ეყიდათ გრენლანდია, იმიტომ რომ ჰქონდა თავისი ინტერესები არქტიკაში, სტრატეგიული, ესა, გეოგრაფიულად ეკუთვნის ჩრდილოეთ ამერიკას, მაგრამ დანიამ ამაზე უარი თქვა და ხა არც ამერიკამ არ დაიპყრო მაშინ გრენლანდია, მაგრამ იქამდე ეს არ იყო პირველი მცდელობა, ან პირველი შეთავაზება ამერიკის მხრიდან, რომ ეყიდათ ეს კუნძული. საქმე ის არის, რომ 1867 წელს ესეთი წინადადება წამოვიდა ამერიკის მხრიდან ისევ დანიას მიმართეს და შესთავაზეს, რომ ეყიდათ გრენლანდია. მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ამერიკის იყო უილიამ სიუარტი. უილიამ სიუარტი სახელმწიფო მდივანი იმ წლებში სულ არ იყო ესეთი პოპულარული პოლიტიკოსი, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელსაც გარდა იმისა, რომ იდეა გაუჩნდა გრენლანდია ეყიდა, კიდე გაუჩნდა იდეა, რომ ეყიდა ალასკა რუსეთისგან. რაც განახორციელა და ალასკა ნამდვილად იყიდა რუსეთის იმპერიისგან $7 მილიონ. ნუ მართალია დღეს ეს ბევრად უფრო დიდი თანხაა, მაგრამ მაშინ $7 მილიონ რუსეთმა ალასკა გაყიდეს. დღემდე ესე იგი ეს არის საგანი დრამა არის რუსეთში, რომ ეს ალასკა როგორ გავყიდეთო. უფრო დიდი დრამა ხა პუტინზე უფრო ადრე გაჩნდა, იმიტომ რომ როდესაც შეიძინეს ალასკა, მაშინ არც იცოდა ამერიკამ, რომ იქ აღმოაჩენდნენ ნავთობს და გაზს. ესე მოხდა, ნავთობი და გაზი აღმოაჩინეს ალასკაზე. ალასკის გარდა, როგორც გითხარით, სიუარტს ჰქონდა იდეა, რომ ეყიდა გრენლანდიას, სხვათა შორის ისლანდიასთან ერთად, მაგრამ ეს გარიგება არ შედგა, დანიამ უარი თქვა, ისლანდიამ საერთოდ თქვა, რომ ჩვენ არ ვიყიდებითო და დარჩა ისლანდიად და დანიასაც შერჩა, ესე ვთქვათ, გრენლანდია თავის ტერიტორიად. სხვათა შორის, რაც შეეხება რაღაცა შეწყიტვებს, კიდევ ერთი ეპიზოდი იყო უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში 1917 წელს, როდესაც ამერიკამ, ვაშინგტონმა შესთავაზა დანიას $25 მილიონი და მიყიდა მისგან ვირჯინიის კუნძულები. აი იმის მერე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ყოფილი დანიის ვირჯინიის კუნძულები ეკუთვნის ამერიკის შეერთებულ შტატებს. როგორც გითხარით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და უკვე ცივი ომის პერიოდში იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა გრენლანდიის ტერიტორიამ ამერიკისთვის, რომ იქ ესე იგი გაკეთდა ბაზა, სამხედრო ბაზა, რომელიც დღემდე არსებობს. ამ ბაზაზე არის სარადარო სისტემები, დაახლოებით 200 ამერიკელი სამხედრო მსახურობს ამ ბაზაზე, მაშინ როდესაც სულ რაღაცა 75 დანიელი სამხედრო არის გრენლანდიაში, მოკლედ 200 ამერიკელი სამხედრო და აი ესეთი ბაზა აქვს არქტიკაში. გრენლანდიასა და დანიას შორის იყო არც თუ ისე სასიამოვნო ეპიზოდები, აი ამ ორი
ტერიტორიის ურთიერთობაში, სამეფოს და მისი ავტონომიის ურთიერთობაში, არც გრენლანდიელებს და ამერიკელებს მაინც და მაინც, ესე იგი, უყვართ ერთმანეთი და გეტყვით რატომ. ჯერ ეს ერთი 50-იან წლებში იქ მიმდინარეობდა გადასახლების ესეთი პროგრამა კუნძულზე. ამას ახორციელებდნენ როგორც დანიელები ურბანიზაციის მიზნით და იქაც იყო არც თუ ისეთ სასიამოვნო ეპიზოდები, ასევე ამერიკელებიც ეხმარებოდნენ ამაში, რადგან ეს ბაზა გაფართოებული იყო და ავიაბაზა შექმნილი იყო ტულეში და ამიტომ არაერთი დაპირისპირება მომხდარა ამერიკელებსა და გრენლანდიელებს, ან ინუიტებს შორის. გარდა ამისა, 1968 წელს გრენლანდიაში მოხდა უმძიმესი, მე ვიტყოდი, ტრაგიკული შემთხვევა. ერთ-ერთი იქ ჩამოვარდა ერთ-ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე იყო 6 წყალბადის ბომბი. ტრაგედია, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე და ძალიან ცუდად დამთავრებულიყო, შეიძლება მთელი მსოფლიოსთვის და ევროპისთვის ნამდვილად. ამ 6 ბომბიდან 5 იპოვეს, ერთი კი, როგორც აღმოჩნდა, აფეთქდა და ამიტომ კუნძულის ძალიან დიდ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული რადიოაქტიული ნივთიერებები, ამან სერიოზული კერძოდ პლუტონიუმი და სხვა რადიოაქტიული ნივთიერებები და ამან ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა კუნძულის ეკოსისტემას. გასაგებია, რომ არც ესე იგი ამერიკელებზე გიждდებიან ინუიტები, გრენლანდიელები ამ ეპიზოდის გამო სხვა არაფერზე რომ არაფერი ვთქვათ. დანიასთანაც ისეთი ნელთბილი ურთიერთობა და ამერიკელებთან. მაგრამ თქვენ ალბათ გკითხავთ, რატომ ყვებით ახლა ამ გრენლანდიაზე, გრენლანდი, ერიკი, ისა, ესა. იმიტომ რომ ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს გრენლანდიის ყიდვა. მაშინ აი ამ პირველი 4 წლის განმავლობაში თქვა, მაგრამ რაღაცა სერიოზულად აღარ გააგრძელა ეს თემა, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ახლა უკვე მეორე ვადისთვის, ამაზე არაერთხელ განაცხადა და იმის მერე რაც შევიდა ოვალურ კაბინეტში, უკვე სერიოზულად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ამერიკას სურს გრენლანდიის ყიდვა. ახლა გარდა ამისა ბევრი რამ განაცხადა კიდე ტრამპმა და იმას, რასაც აცხადებდა კამპანიის დროს, ეს რაღაცები გააკეთა. მაგალითად, დააწესა ტარიფები კანადასთან და კანადას და ჩინეთს დაუწესა ტარიფები. მართალი არ დაფიქრდა იმაზე, რომ ეს პირველ რიგში ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის ამერიკულ ბაზარს, რადგან ის ამერიკული კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ რაღაცებს კანადაში და ჩინეთში, აბა რას იზამენ, როდესაც ესეთი ტარიფებია დაწესებული, აუცილებლად გააძვირებენ აი ამ საქონელს და ამერიკულ მომხმარებელს დაარტყავს პირველ რიგში, მაგრამ დღეს ახლა ამ ეკონომიკურ იმაზე არ ვსაუბრობთ, რაღაცა პრობლემებზე ამერიკის, რომელიც შეიძლება კონდეს, აქვს, ექნება, არ ვიცი, დღეს ვსაუბრობთ ტრამპის სურვილზე, რომ იყიდოს გრენლანდია. მეხივით დაეცა გრენლანდიელებსაც, დანიასაც, ტრამპი ამბობს ამას, ამერიკის ყველაზე ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტი, ხა ესე იგნორირებას ამ განცხადებას ვერ გაუკეთებ. აქ არის საინტერესო მომენტი. საიდან მოუვიდა თავში ტრამპს ეს იდეა, რომ იყიდოს გრენლანდია. 2019 წელს, რადგან როგორც გითხარით, ჯერ კიდევ პირველი ვადის დროს აცხადებდა ამის შესახებ, ამერიკულმა გაზეთმა, Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა დიდი სტატია, გამოძიება სტატია იმის შესახებ, რომ ეს იდეა, რომ კარგი იქნებოდა ამერიკამ შეიძინოს გრენლანდია, ტრამპს მიაწოდა მისმა ძალიან ახლო მეგობარმა, ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრმა, რონალდ ლაუდერმა. იცით ვინ არის რონალდ ლაუდერი?
ქალბატონები მიხვდებიან. Estee Lauder არის ესეთი ძალიან ცნობილი ამერიკული კოსმეტიკური ფირმა. აი ამ ფირმის დამაარსებლის ვაჟი, რონალდ ლაუდერი არის აღმოჩნდა, რომ არის ტრამპის მეგობარი. და მან, ესე იგი, უთხრა, რა კაი იქნებოდა კაცო, ახლა გრენლანდიაც რო იყიდო. ტრამპს მოეწონა ეს იდეა, ძალიან გაიტაცა ამ იდეამ და დღეს როგორც გითხარით, დღეს უკვე მეორე ვადის დროს უკვე სერიოზულად საუბრობს ამაზე. We need Greenland for national security purposes. I've been told that for a long time. რასაკურველია ნებისმიერი ანალიზი, რომელიც აქამდე გამოქვეყნდა, მეტყველებს იმაზე, რომ მთავარი იდეა, მთავარი აზრი, მთავარი მიზანი, რატომაც ამერიკას შეიძლება უნდოდეს გრენლანდიის ყიდვა, არის ის, რომ გრენლანდიაში თურმე არსებობს იშვიათი, ესე ვთქვათ, აი ზუსტად არ ვიცი ქართულად ამას რას ეძახიან, rare earth metals, rare earth elements, იშვიათი მეტალები. თუ უბრალოდ ცნობისთვის გეტყვით, რომ თუ მთელს მსოფლიოში არსებობს აი ამ მეტალების მარაგი არის 120 მილიონი ტონა, გრენლანდიაში ითვლება, რაღაცა გარკვეული გამოთვლებით, არსებობს დაახლოებით 38 მილიონი ტონა. ანუ მესამედი თლიანი მსოფლიო მარაგის. ეხლა ეს იშვიათი მეტალები, უმნიშვნელოვანესი მეტალებია, ელემენტებია, რომელიც გამოიყენება ძალიან ბევრ ტექნოლოგიაში, ინდუსტრიაში, მაგრამ სად? რაც თავარია, ელექტრომობილების წარმოებაში. აბა ვის გაუხარდება ყველაზე მეტად გრენლანდიის ყიდვა? ილონ მასკს, რომელიც რას აწარმოებს? ელექტრომობილებს, კი ბატონო, ტესლას პრეზიდენტია. იმის შესახებ, რომ გრენლანდიაში არსებობს, შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ყველა ამაზე საუბრობს, რომ არსებობს აი დიდი მარაგი ამ იშვიათი მეტალების, გახდა ცნობილი ალბათ ბოლო, არ ვიცი, 10-15 წლის განმავლობაში და ეს დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან. ყინულმა დაიწყო დნობა, გარკვეული არქტიკული ეს გზები გაიხსნა, სავაჭრო გზები გაიხსნა, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია ამერიკისთვის, სტრატეგიული და ასევე სავაჭრო. და რასაკურველია ამის შესახებ? ეხლა მარტო ამერიკამ კი არ გაიგო, ან დანიამ. პირველ რიგში გაიგო ჩინეთმა. აი აქ თუ არა გაქვთ ნანახი დანიური სერიალი ბორგენი და თუ გიყვართ ესეთი პოლიტიკური სერიალები, მე ძალიან გირჩევთ რომ ნახოთ, იმიტომ რომ ამის მერე იწყება ბორგენის სცენარი. პირდაპირ ესე იგი სერიალს გიყვებით. ჩინურმა კომპანიებმა გამოხატეს ინტერესი, იქ ჩინეთის ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენელი იყო ჩასული გრენლანდიაში, მოლაპარაკებას აწარმოებდა როგორც გრენლანდიის ხელმძღვანელობასთან, ასევე დანიის ხელმძღვანელობასთან, იმის შესახებ, რომ ჩაერთონ აი ამ მეტალების მოპოვებაში. შეიძლება დღეს არა, მაგრამ მომავალში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოიპოვონ ეს უფლება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ გარდა იმისა, რომ სერიოზული ეკონომიკური მიზეზი აქვს ამერიკის სურვილს, რომ შეიძინოს ეს კუნძული, არქტიკული გზები იხსნება თანდათან, დნება ყინული, ნაწყალი დათვები. გარდა ამისა, აი ეს მეტალები, უსერიოზულესი მარაგი, რომელიც იქ არსებობს, ძალიან ბევრი სერიოზული გათვლით, კიდე არსებობს კონკურენცია ჩინეთთან და ნამდვილად არ დაუშვებს ტრამპი, რომ ჩინეთი იყოს წარმოდგენილი აი ამ კუნძულზე. ტრამპი, რომელმაც აგერ სავაჭრო ომი გამოუცხადა ჩინეთს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გრენლანდიელები სერიოზულად ფიქრობენ თავის ეკოსისტემაზე და სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ 2021-ში მე მგონი, გრენლანდიის პარლამენტმა შეზღუდა კუნძულზე აი ამ იშვიათი მეტალების, მინერალების მოპოვება. თან არა მხოლოდ იშვიათი მეტალების, არამედ სხვა ნავთობის, გაზის, რადგან ურანის, რადგან უფრთხილდებიან თავის ტერიტორიას. ხო,
გარდა იშვიათი მეტალებისა, იქ გაზიც არის და ნავთობის, რომელიც მოიპოვება დღეს, მაგრამ სერიოზულად შეზღუდეს. კიდევ ერთი, როგორც გითხარით, არის ეს არქტიკული გზები, სავაჭრო გზები. კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს, აი ამ მიზეზებზე საუბრობ, რატომ მოუვიდა ახლა ტრამპს თავში გრენლანდიის ყიდვა. ბუნებრივია, ეს არის მისი, როგორც ამბობს ძალიან ბევრი ანალიტიკოსი, მისი პირადი ამბიციები. ერთ-ერთ სტატიაში ჟურნალისტმა მოიყვანა ტრამპის სიტყვები, როდესაც მან თქვა, რომ მე ისეთი დიდი პოლიტიკოსი ვარ, რომ მე ნებისმიერი ქვეყნის ყიდვა შემიძლია. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ტერიტორიის. ხო, როგორც გითხარით, ჩვენ გქონდა ეპიზოდი დონალდ ტრამპზე და მაშინ მე ვამბობდი, რომ დონალდ ტრამპი არ არის ესეთი კლასიკური პოლიტიკოსი, ის ბიზნესიდან წამოსული ადამიანია, მილიარდერია და მე ვფიქრობ, რომ აი ამ პოლიტიკას უყურებს როგორც ბიზნესს. ქვეყანასაც უყურებს როგორც საკუთარ კომპანიას. აი ესეთი შთაბეჭდილება მაქვს მე და ძალიან ბევრი მისი გადაწყვეტილება გამომდინარეობს მისი ბიზნეს ინტერესებიდან. არ გვინდა ეს რაღაცა ზედმეტი ხარჯი, რად გვინდა, რატო უნდა დავხარჯოთ ფული. ან რაღაცა ეს ტერიტორია გვინდა, იმიტომ რომ ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ამ ტერიტორიის ყიდვა. რატომაც არა. ახლა თქვენ ალბათ იკითხავთ, აი რას იზამს ტრამპი, იმიტომ რომ დანიამ ძალიან მკაცრად განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებს ამ კუნძულის გაყიდვას. არც გრენლანდიელებს აქვთ სურვილი, რომ გახდნენ 51 ან კანადის მერე 52 შტატი ამერიკის, იმიტომ რომ კანადა ხო უკვე ამის ტრამპის წარმოდგენაში ხო 51 შტატი უნდა გახდეს, თუ უკვე არ გახდა. და აბა მაშინ როგორ, აი რა ხდება? ხო, ალბათ ნაკლებად, როგორც ამბობენ ანალიტიკოსები, ნაკლებად სავარაუდოა სამხედრო ექსპანსია და სამხედრო ოპერაცია ამერიკის მხრიდან, რომ აიპყროს გრენლანდია და ესე იგი ომით გრენლანდია გახდეს ამერიკის ნაწილი. ნუ ჯერ ეს ერთი, იმიტომ რომ ამერიკა და დანია დიდი ხნის პარტნიორები არიან ნატოში. თუმცა ესეც არ არის ძლიერი არგუმენტი, რადგან ჩვენ ვიცით ტრამპის განცხადებები ნატოსთან დაკავშირებით. საერთოდ არ თulis, რომ ამერიკამ ამდენი ფული უნდა დახარჯოს ამ სამხედრო ალიანსში. ამიტომ ბევრი ექსპერტის აზრით ამერიკას შეუძლია გამოაცხადოს სავაჭრო ომი დანიის წინააღმდეგ. ის, რასაც დღეს აკეთებს იგივე ჩინეთის, ან იგივე კანადის წინააღმდეგ, ხო? სავაჭრო ბერკეტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მიიღოს მისთვის სასურველი ამ შემთხვევაში კუნძული. თქვენ მკითხავთ, ხო, ნუ სავაჭრო, ახლა განა რას ვაჭრობენ? დანიაში არსებობს რამდენიმე უმსხვილესი კომპანია, რომლისთვისაც ამერიკული ბაზარი არის უმნიშვნელოვანესი. მაგალითად, ლეგო. ლეგო ძალიან დიდ ნაწილს თავისი პროდუქციის ყიდის ამერიკაში. ლეგოს გარდა კიდევ ერთი კომპანია, რომლისთვისაც ეს სავაჭრო ომი, რა ვიცი, დანიასა და ამერიკას შორის იქნებოდა სერიოზული პრობლემა, არის დანიური ფარმაკოლოგიური კომპანია Novo Nordisk. Novo Nordisk არის პიონერი იმ პრეპარატების შექმნაში, რომლებიც ჭირდებათ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიაბეტი. მაგალითად, პრეპარატი ოზემპიკი. მაგრამ როგორც გაირკვა ბოლო წლებში, ოზემპიკს ასევე მოიხმარენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ წონის დაკლება. ამიტომ ოზემპიკი განსაკუთრებით ბოლო წლებში ძალიან პოპულარული გახდა. ჩვენ ვიცნობთ და ვიცით, რომ ბევრმა ჰოლივუდის ვარსკვლავმაც კი, რომელმაც მოისურვა წონაში კლება, დაიწყო, ესე იგი, ამ პრეპარატის მიღება. ხა ამ პრეპარატზე არ საუბრობთ, რამდენად უსაფრთხოა ამ პრეპარატის მიღება, მაგრამ
ოზემპიკის უდიდესი პარტიები მიდის დანიიდან ამერიკულ ბაზარზე. ამიტომ და არა მარტო ოზემპიკის, იქ რამდენიმე ოზემპიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია უბრალოდ, ბევრი სხვა პრეპარატი, რომელსაც აწარმოებს დანიური ეს Novo Nordisk ეს კომპანია. ანუ ამ სავაჭრო ბერკეტის გამოყენება ტრამპს ნამდვილად შეუძლია და ექსპორტ-იმპორტის და ვაჭრობის ესეთი შეფერხება ორ ქვეყანას შორის კი ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია. ბოლოს მე მინდა ვთქვა, რომ ტრამპის ეს განცხადება გრენლანდიასთან დაკავშირებით ერიკ წითურის მიერ აღმოჩენილ კუნძულთან დაკავშირებით არ არის ერთადერთი ესეთი სენსაციური განცხადება, რომელიც მან გააკეთა. როგორც გითხარით, ეს ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ კანადა უნდა გახდეს 51 შტატი ამერიკის, ამაზე სერიოზულად საუბრობს. ენაცვალე ესე იგი კანადელ ჰოკეისტებს, რომლებმაც მოუგეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, საუბრობს Deep State-ზე, წინა ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრეთ Deep State-ზე და სულ ესე იგი ყველაფერს აბრალებს Deep States და Deep State-თან ბრძოლის ეგიდით, ესე იგი სამსახურიდან უშვებენ სახელმწიფო მოხელეებს ამერიკაში. დონალდ ტრამპი, რომელიც ასევე აკეთებს გაუგონარ განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით, მართალია შემდეგ ამბობს, რომ არა მე ეს არ მithქვამს, როგორც თქვა ზელენსკიზე, რომ დიქტატორი არისო და შემდეგ თქვა, რომ არა მე ეს არ მithქვამსო. ტრამპის მეთაურობით ამერიკა გახდა ქვეყანა, რომელმაც რუსეთთან ერთად ეს უპრეცედენტო ამბავი მოხდა გაეროში, რუსეთთან ერთად წინააღმდეგი ანუ არ მისცეს ხმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. უპრეცედენტო ამბავი, როდესაც რუსეთი და ამერიკა აღმოჩნდნენ ერთ ჯგუფში ქვეყნების, ჩინეთმაც კი თავი შეიკავა, საქართველომ საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა, არ ვიცი სად იყვნენ, საერთოდ არ მივიდნენ იმ სხდომაზე. ამერიკა და რუსეთი ერთ ჯგუფში აღმოჩნდნენ უპრეცედენტო პოლიტიკურ, მით უმეტეს ესეთ სერიოზულ პოლიტიკურ საკითხზე, ესეთი პრეცედენტი, ну, არ ვიცი, მე ნამდვილად მე და არა მარტო მე არ მაგონდება, რომ ერთნაირად მიეცათ ხმა, ამ შემთხვევაში არ მიეცათ ხმა. უფრო ცხადი ხდება, რომ ტრამპს, იმიტომ რომ ბევრი ვარაუდი იყო იმის, როგორ მოიქცევა ტრამპი უკრაინასთან მიმართებაში. ხო, ну, ტრამპი უფრო მიდის იმ გზით, რომ თავარია მისთვის დაასრულოს უკრაინის კონფლიქტი, როგორ დასრულდება ეს უკრაინისთვის, მას ნაკლებად აინტერესებს და ანაღლებს. როგორც გითხარით ეპიზოდში ტრამპზე, ეს არ არის ადამიანი, რომლისთვისაც აი რაღაცა ფასეულობები, ლიბერალური, ეს კარგი სიტყვა, მეგობრებო, ლიბერალური, დემოკრატიული ფასეულობები არის მნიშვნელოვანი. ნამდვილად არა. შეხედეთ ბოლო კლიპს, რომელიც AI-ის მიერ არის გაკეთებული, რომელმაც ტრამპმა ნამდვილად გამოდო თავის სოციალურ ქსელში, რომელიც რაღაცა არც ვიცი რა დავარქვა, აი ღაზის სექტორში, იმიტომ რომ ღაზის სექტორზეც თქვა, რომ მოდით შევიძებთო ჩვენო და იქ რაღაცა ამერიკულ რივიერას გავაკეთებთო. და ეს კლიპი თუ არა გაქვთ ნანახი, ძალიან გირჩევთ, რომ არ ვიცი, რომ შეიძლება მიხვდეთ საერთოდ რა ადამიანთან გვაქვს საქმე. Set you free, bringing the light for all to see. No more tunnels, no more fear. Trump Gaza is finally here. Trump Gaza shining bright, golden future, a brand new light. Feast and dance, the deal is done. Trump Gaza #1. Trump Gaza shining bright, golden future, a brand new light. Feast and dance, the deal is done. Trump Gaza #1. მე ბოლოს ყოველთვის მინდა რაზედაც არ უნდა ვისაუბროთ გრენლანდიაზე, სხვა ქვეყნებზე ან სხვა არ ვიცი პოლიტიკოსებზე ან მოვლენებზე, ყოველთვის მინდა რომ რაღაცნაირად დაუკავშირო საქართველოს. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა.
საქართველოს მის მერე რაც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა 1991 წელს ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ამ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ძალიან ბევრ რამეში გვეხმარებოდა. გვეხმარებოდა პოლიტიკურად, გვეხმარებოდა ეკონომიკურად, შეიძლება პოლიტიკურად არასაკმარისი დახმარება იყო, მაგრამ სულ გვერდში გვედგა წვნიდა ჩვენ სამხედროებს, რა ვიცი, რომელი ერთი პროექტი დავასრულე, მილიონობით და მილიონობით დოლარი ჩაიდო საქართველოს ეკონომიკაში. დღეს საქართველოშიც შეიცვალა სიტუაცია და დღეს ჩვენი მთავრობა აცხადებს უკვე რომ არც ევროპა არის საქართველოს პარტნიორი და არც ამერიკა. მართალი გითხრათ, ამერიკის დღევანდელი ხელმძღვანელობა ხო, რთულად წარმომიდგენია რომ ჩვენი პარტნიორი იყოს. თუმცა თავარია რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს ფასეულობები. ამერიკა არ არის დონალდ ტრამპი. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის ის ფასეულობები, რომელზეც იდგა ეს ჩვენი პარტნიორობა. და თუ ამ ფასეულობებს ივიწყებენ, ან მეორე პლანზე გადადის ამერიკაში, ეს არ არის ბიზნესი და საბაბი იმისთვის, რომ ჩვენც ხელი ჩავიქნიოთ. უფრო ძლიერები უნდა გავხდეთ და უფრო მეტად მოვინდომოთ, რომ ეს ფასეულობები გვამოძრავებდეს ცხოვრებაში. დიდი მადლობა, რომ გვისმენთ, რომ გვიყურებთ, გამოგვყევით YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, მოუყევით ჩვენ პროექტზე თქვენ მეზობლებს, მეგობრებს, ნაცნობებს, თქვენი თანადგომა ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც არასდროს ჭირდება. ყოველი გამოწერა არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. თუ სპონსორობის სურვილი გაქვთ, დაგვიკავშირდით, მოდით დავილაპარაკოთ. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ, გვისმენთ, კარგად ზარდაბოდეთ. მას მერე, რაც ჩვენ ჩავწერეთ ეს ეპიზოდი გრენლანდიაზე, 11 მარტს იქ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები და არჩევნებზე მოიგო ოპოზიცია. ყველაზე მეტი ხმა მიიღო დემოკრატიულმა პარტიამ, უბრალოდ პარტიამ, რომელსაც ქვია დემოკრატები, ეს არის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია, 30% მიიღეს ხმების. მეორე ადგილზე გავიდა ასევე ოპოზიციური პარტია, რომელსაც ქვია ნალერაკი, 25% და მესამე ადგილი დაიკავა ყოფილმა უკვე მმართველმა პარტიამ გრენლანდიის. პირველი ორი პარტია, ეს ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მოიგეს, ისინი მხარს უჭერენ გრენლანდიის დამოუკიდებლობას, უბრალოდ ცოტა სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს. ანუ თუ დემოკრატები თვლიან, რომ ეს პროცესი უნდა განხორციელდეს და მოხდეს ეტაპობრივად, ნალერაკელებს აქვს უფრო აგრესიული მიდგომა და ითხოვენ, რომ თვლიან, რომ გრენლანდიამ დამოუკიდებლობა ძალიან მალე უნდა მოიპოვოს. დემოკრატების ლიდერმა ნილსენმა არჩევნების დამთავრების შემდეგ შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერები არიან აი ამ გამარჯვებით. ერთი ცხადია, რომ დამოუკიდებლობის საკითხი და ეს მოძრაობა გრენლანდიაში ნამდვილად გამძლავრდება. და ისიც უნდა ითქვას, რომ არც ერთი ეს პარტია ნამდვილად არ განიხილავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიერთების საკითხს.